კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყავილაშვილი დღეს რომის პაპს ლეო მე-14-ს შეხვდება. აუდიენცია ვატიკანში პირისპირ ფორმატში შედგება. მხარეები საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ამაყობს და აფასებს წმინდა საყდართან ისტორიულ კავშირებს და მზად არის განაგრძოს მშვიდობაზე ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები. რომის პაპთან შეხვედრაში დღეს მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დღეს 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებს განიხილავენ. სხდომაზე მიწვეულნი არიან ნონა გაფრინდაშვილი, ლუკა კურტანიძე, დავით ლორთქიფანიძე და გიორგი ბურჯანაძე. 2011 წლის 26 მაისი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე უახლეს საქართველოს ისტორიაში, მაშინ როდესაც სააკაშვილის ტირანულმა რეჟიმმა პირდაპირი მნიშვნელობით მოახდინა საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოსახლეობის ტერორი. დღეს, როდესაც იმართება კვლავ და გრძელდება საგამოძიებო კომისიის ხდომა, კიდევ ერთხელ იქნება მთელი საზოგადოებისთვის დანახული აი ეს უმძიმესი წარსული, ასევე გაფრთხილება, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დემოკრატიულ პროცესში იმისთვის, რომ სადისტები, მოძალადეები არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. საგამოძიებო კომისიის ფარგლებში კიდევ ერთხელ ქართული საზოგადოება ხედავს დანაშაულებრივი რეჟიმის ქმედებებს 2012 წლებში მოქმედებდა რეჟიმი, რომელიც ადამიანებს კლავდა, ადამიანებს აუპატიურებდა, ართმევდა მათ ქონებას. მე მოუწოდებ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად განან საპროტესტო აქციებზე იმ ხალხის გვერდით, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ქართული ხალხის წავენბაში, ადამიანის უფლებების შელახვაში და ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის სუვერენიტეტის ძირგამომთხელ საქმიანობაში კიდევ ერთხელ თვალი მიადევნონ ამ კომისიის ხდომებს და შემდგომ თვითონ დაფიქრდნენ და გამოიტანონ დასკვნა თუ ვის გვერდით განან და რას ითხოვენ. კვლავ საქართველოს სოფელ ველისციხეში ურბანული განახლების პროექტი მიმდინარეობს, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ათეული სახლის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციასა და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობას მოიცავს. ასევე რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ვასო გოძიაშვილის სახელობის ველისციხის ისტორიული თეატრის ფასადსა და პირველ სართულს. მიმდინარე პროექტებს ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო. ისტორიული მნიშვნელობა აქვს ამ სოფელს, თუმცა სამწუხაროდ უკვე რამოდენიმე წელია პროექტი მიმდინარეობს და გაჭიანურდა. კონტრაქტორი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიიღებს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილებას თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ ამ პროექტების წარმატებით დასრულების შემდგომ ველისციხის რეალობა აბსოლუტურად შეიცვლება. განახლებული პროექტები ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში, არამედ რეგიონში, რომ გახდეს მიზიდულობის ცენტრი, გახდეს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ტურისტებისთვის და თავისთავად ცხადია, ზუსტად ასეთი პროექტები აძლევს შესაძლებლობას, რომ როგორც მუნიციპალიტეტი, ასევე რეგიონი კიდევ უფრო განვითარდეს. ველისციხე არის ძალიან ისტორიული სოფელი. ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში მემატიანებს შემოგვინახა. ესე იგი, ეს არის ულამაზესი პროექტი და თელ სოფელს რო იტყვიან, აი ყოველდღე ველოდებით, სიხარულით. სოფელი მზად არის, რომ აი გამოვიდნენ სამუშაოდ, ხალხმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს. საქართველოს სახალხო არტისტისა და საზოგადო მოღვაწის ჯემალ ჭკუასელის მშობლიურ მხარეში ოზურგეთის თეატრალურ მოედანზე ერისიონმა ქართული მრავალხმიანობისა და ქორეოგრაფიის უნიკალური ნიმუშები წარადგინა. ხალხი კულტურის ისტორიის მუზეუმში ჯემალ ჭკუასელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება, რომელიც ივლისში ზუგდიდში დადიანების სასახლეში გადაინაცვლებს. 30 მაისს ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ერისიონის მომღერალთა გუნდის სოლო კონცერტი გაიმართება. დავიწყე ოზურგეთი და ზუსტად იმ კუთხიდან, რომელიც მას ძალიან უყვარდა, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ეს იყო ძალიან სასიამოვნო საღამო მაყურებლებისთვის და ჩვენთვისაც. ეს პატივი დაწინა. მადლობა მინდა უთხრა კულტურის სამინისტროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, ხარშიდ გომისლის
ազատ დახმარებისთვის და რომ არა მართლა ხარდაჭერა ალბათ ცოტა გაჭირდებოდა ღონისძიებების ჩატარება. უდიდესი პატივი იყო ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, თითოეული ჩვენგანისთვის დღევანდელი დღე, რომელიც ესე სიმბოლურად ბატონი ჯემალის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა მისი მშობლიურ მიწაზე. სასიხარულოა, რომ ისეთი უდიდესი ლოტბარის და დიდი მუსიკოსის, როგორც გახდათ შემალ ჭკუასელი, მისი გაკეთებული საქმე უკვდავია და სწორედ ანსამბლი ერისიონი გახლავთ მისი, ასე ვთქვათ, გაკეთებული საქმის ერთ-ერთი მთავარი გვირგვინი, ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციაში, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე სომეხი აშუღი პოეტი საიათნოვასადმი მიძღვნილი ვალდეტონის ვარდების ტრადიციული დღესასწაული გაიმართა, რომელიც მოიცავდა საკონცერტო პროგრამასაც. ღონისძიებას დაესწრნენ და საიათნოვას ხსოვნას პატივი მიაგეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და წევრებმა. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული, რომელიც 1914 წლიდან აღინიშნება და განსაკუთრებულად აერთიანებს სომეხ და ქართველ ხალხს. ეს არის ძალიან სიმბოლური, რომ ჩვენ დღეს ზუსტად აი ამ ადგილას აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს და ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულად ვართ მონაწილენი ამ ღონისძიების. მეც ტონე, როგორც ვიცით, ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ადამიანია საიათნოვა. ეს ღონისძიება, როგორც ქართველი, ასევე სომეხი ხალხისთვის საყურადღებოა. ამ დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად იმართება, უამრავი სტუმარია ჩამოსული. ვთვლი, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს ქართველი და სომეხი ხალხების ურთიერთობების გაძლიერებას. ღამე მუზეუმში ამ სახელწოდებით მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მწერალთა სახლში ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ტიციან ტაბიძის ექსპოზიცია, დავით სარაჯიშვილის მემორიალური და რეპრესირებული მუზეუმი. სტუმრებმა მოისმინეს რეპრესირებულ ქალთა ისტორიები და ნახეს წარმოდგენები ჩვენ ცისფერყანწელები და ისტორიის გაკვეთილი. მწერალთა სახლის ორი მუზეუმი 7 საათიდან გაიღო, საღამოს 7 საათიდან შუაღამემდე მიიღო დამთვალიერებელი, რომლებსაც ძალიან საინტერესო ღონისძიებებით ვუმასპინძლებთ. ღონისძიების ფარგლებში რეპრესირებული ქალების ისტორია მოუყევით დამთვალიერებელს, ასევე დამთვალიერებელს წარუდგინეთ ტიციან ტაბიძის ექსპოზიცია, ასე ვთქვათ, ტიციანის გზა. ჩვენ ველოდებოდით დამთვალიერებელს, მაგრამ მოლოდის გადააჭარბა ვიზიტორების რაოდენობა. ყოველ წელს მართავთ ხოლმე ამ ღონისძიებას 18 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღეს და ჩვენ მხარდამჭერი არის საპატრიარქო და ორი რეჟისორი, ანდრია ვაჭრიძე და გიორგი კაშია. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვრის, სცენოგრაფისა და ხელოვნის ალექსანდრე შერვაშიძის გამოფენა გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდან შერჩეული 250 ექსპონატი. გამოფენა 16 ივნისამდე გაგრძელდება. გაიხსნა ალექსანდრე შერვაშიძის გამოფენა, მან დაწერა ისტორია, რაც აისახება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის შორის ხიდის აგებაში და საზოგადოებების ერთმანეთთან დაკავშირებაში, რაც ჩანს თავის ნამუშევარში. ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა, მრავალი თვალსაზრისით, ჯერეთი ეს ალექსანდრე შერვაშიძე გახლავთ პირველი აფხაზი მხატვარი. 270-მდე ექსპონატი არის გამოფენილი არის. ძირითადად იყო სცენოგრაფი ალექსანდრე შერვაშიძე. გამოფენა გაგრძელდება 1 თვის მანძილზე და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მიანიჭებს ხელოვნების მოყვარულებს. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნდება. იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. დროებით.